დღევანდელ დღეს მოხდა უფლის ჯვარცმა და დღევანდელ დღეს აღესრულა უფალი. მოკლეს ჯვარზე ჩვენი უფალი. დღევანდელ დღეს ეძლევა ადამიანს საშუალება იმისა, რომ ჩვენ მეტნაკლებად გამოვხატოთ ერთგულება, სიყვარული და თანაგრძნობა უფლის მიმართ. როგორც უკვე ვთქვით, საშუალება იმისა, რომ საკუთარ თავს კარგად ჩაუღრმავდეს და დაინახოს უკვე მის წინ არსებული ჯვარცმული და ჯვარიდან გარდამოხსნილი ქრისტე და დააფიქრდეს, თუ რის გამო ეცვა მაცხოვარი ჯვარს, რის გამო დაიბადა ჩვენ შორის. როგორ იცხოვრა, რისთვის იცხოვრა, რისთვის დაითმინა მთელი ტკივილები, რისთვის ეცვა ჯვარს. სწორედ ეს ჩვენ უნდა ვიცოდეთ. მან გაიარა მთელ ცხოვრების განმავლობაში ამხელა ტკივილი, ამხელა მწუხარება იმის გამო, რომ ჩვენთვის მოეცა მაგალითი ცხოვრებისა, თუ როგორ უნდა გვეცხოვროთ ჩვენ. აი, მე მინდა გთხოვოთ ყველას, როდესაც მოხვათ გარდამოხსნის წინ, მოხს როდესაც მოიდრებთ, დაემთხვევით. ჩემი თხოვნა იქნება, რომ ყველა ადამიანი დააფიქრდეს ახლა მაინც და საკუთარ თავს კითხოს კითხვა, თუ რამდენად ეძებს ღმერთს, რამდენად მაძიებელია უფლის, რამდენად ეძებს ჭეშმარიტებას, რამდენად აქვს სურვილი ჭეშმარიტი მართლმადიდებლობისა, ქრისტიანობის და რამდენად ბაძავს ქრისტეს. საკუთარ თავს კითხოს ეს. აუცილებლად დაინახავს იმ საჭიროებას, თუ რა სჭირდება იმისათვის, რომ უფალს მიბაძოს. რაც შეეხება განცდას, ჩვენ გვითქვია ის, რომ ნებისმიერი დღე თუ დღესასწაული არის იმისათვის, რომ ადამიანმა ის განიცადოს. დღევანდელ დღეს, როგორც უკვე გითხარით, არის ჯვარცმის, უფლის ჯვარცმის, უფლის მოგვდინების დღე. ეს დღე ვალდებულიც არის ნებისმიერმა მართლმადიდებელმა, რომ ეს თავის გულში უნდა იგრძნოს. აუცილებლად უნდა განიცადოს ეს დღე. მაგრამ იცით რა არის? თუ თქვენ გრძნობთ დღევანდელი დღის იმძიმეს, დღევანდელი დღის მნიშვნელობას, ხო რა თქმა უნდა კარგია. მაგრამ თუ ვერ გრძნობთ, უკვე ძალიან დიდი პრობლემაა, ეს საშინელებაა. რომ შეიძლება ადამიანმა იცხოვროს ქრისტიანულად, მართლმადიდებლურად. აღასრულოს ყოველი წესი ქრისტიანისა, რისი ვალდებულიც არის. მაგრამ ეს ყველაფერი იყოს გარეგნული სახე და ქრისტე ვერ იგრძნოს და ქრისტე ვერ იცნოს. ამისი ძალიან დიდი საშიშროება არსებობს ჩემო ძვირფასო. არა მხოლოდ ერთ და ორ ადამიანში, არა. სამწუხაროდ ეკლესიის მრევლში უმეტესი ნაწილი მოდის იმისათვის, რომ გახსარება თქვას, იქ ეზიაროს და ესე შემდეგ. აი აქ მთავრდება მისი ქრისტიანობა. მაგრამ ძალიან იშვიათი თუ ეძებს მთელი ცხოვრების აზრის, თავის სულიერ ცხოვრებას, იმიტომ ქრისტე თავად ცხოვრებაა ჩემო ძვირფასო. ძალიან იშვიათი ეძებს ქრისტეს. დამიჯერეთ. და ეს პირდაპირ ჩანს კიდეც. ნებისმიერთან ურთიერთობაში ჩანს. მემრევს გულისხმობ. ნებისმიერ აღსარებაში ჩანს. ვინ არის მაძიებელი უფლის და ვინ არ არის. ვინ მოდის უბრალოდ იმისათვის, რომ აი რაღაცა მოეშვას, რაღაცა თქვას და შემდგომ უკვე მსგავსად პილატესი ხელი დაიბანოს და თქვას, აი, ზიომე ჩემი ვალი მოვიხადე, მე არაფერ შუაში არა ვარ. როგორც ხშირად ხდება ხოლმე, რომ ამბობენ, რომ ავალ აღსარებაში ვიტყვი, რომ ცოტა კარგად. არა, მარტო აღსარებაში თქმა საკმარისი არ არის, იმიტომ რომ აღსარება ის არ არის ორი ადამიანის ამ შემთხვევაში მღვდლისა და სულიერი შვილის დიალოგი. არა, აღსარება ის არის სინანულის საიდუმლო.
რომ ეს სინანულსაც უნდა განიცდიდი აღსარების დროს. მაგრამ როგორ ხდება ხშირ შემთხვევაში? მოდივართ აღსარების დროს ვიცინით, რა გვაცინებს არ ვიცი. მოდივართ და სიცილით რაღაცეებს ყვებით და ფიქრობ, თუ ამ ადამიანს ახლა სინანული აქვს. რა თქმა უნდა არ არის ეს არ არის სწორი დამოკიდებულობა. იმიტომ ჩვენ ვალდებულების გამო არ უნდა ვთქვათ რაღაცა, არ უნდა ვიბოდიალოთ რაღაცა. პირიქით. ჩვენი სინანულიდან გამომდინარე, რომ ღმერთს როგორ შევხედო თვალებში. იმიტომ რომ ღმერთმა თავისნაირი შემქონდა და მე რას დავამსგავსე ჩემი თავს. აი რო ვერ ვბაძავ ღმერთს, რო ვერ ვხდი ჩემ თავს უფლის მსგავსად, აი ამისი სინანული უნდა მქონდეს. და შემდგომ უკვე დავინახავ იმ ცოდვით მიდრეკილებებს, რაც გამოჩნია. და უკვე დავიწყებ ბრძოლას ნებისმიერი ცოდვის მიმართ. აი ამ დროს უკვე სინანულით მიდიხარ აღსარებას. და როდესაც ზიარებაზე მიდიხარ, აი ზიარებასაც რაც შეეხება. პირის გაღებას კი ეზარება ადამიანს დამიჯერეთ რა. და ძალიან ხშირად ესე არის. ისიც კი უნდა უთხრა, რომ ცოტა გააღებირია, ცოტა რაღაცა, ცოტა ახლოს მოდი, ცოტა ისე. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის ძალიან საშინელი მდგომარეობა. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ნიშანი შენი არასწორი დამოკიდებულობისა, რა დამოკიდებულობას გაგაჩნია ღმერთთან, რწმენასთან, ეკლესიასთან, აღსარებასთან, ზიარებასთან. ეს არის და ეს სხვა არაფერი. მოკლედ, არის ეკლესიაში ორი კატეგორია ადამიანის, რომელიც განიცდის და რომელიც ვერ განიცდის. რომელიც ვერ განიცდის, ესეთი ადამიანი ემსგავსება რაღაც თეატრის მაყურებელს, რაღაც სპექტაკლის მაყურებელს, ზეის მშვენივრად ჩაუმჯდარი შეიძლება კრესლოში სკამში და უყურებს რაღაცას, მოძრაობებს, გალობას უსმენს, იქ ვიღაცას უსმენს, უდას მოусმენს, არხეინად ზის. როგორც არხეინად მოვიდა, არხეინად იჯდა და არხეინად წავიდა. მაგრამ რომელიც განიცდის, არის თანამსახური მღვდლისა. ესენი ერთად მსახურობენ. ვისაც განცდა აქვს სწორედ აი იმისა, რომ მოვიდა აქ იმის გამო კი არა, დაუშვათ, აუ რა მაგარია, რაც უფრო ბევრჯერ ეზიარებ, რომ მაგარი ქრისტიანი ხარ, არა. მოვიდა იმის გამო, რომ თავის ცოდვით ბუნებას ხედავს, თავის უღირსებას შეიგრძნობს. და მოდის იმიტომ, რომ ქრისტე სჭირდება თავისი სიცოცხლისთვის, გადარჩენისთვის სჭირდება ქრისტე. როდესაც აი ამას გრძნობენ და ვინც აი ამას გრძნობს, ესეთი ადამიანი აქ სხვანაირად მოდის. შემზადებული მოდის, ყველანაირად. ეკლესიაში როგორც კი შემოხვალ, მაშინვე უნდა შენ სულიერი სიმშვიდე უნდა იგრძნო. წარმოიდგინეთ, ორი კაცი, სამი კაცი შეგროვდება და ხმას ვერ მიაწვენ, იმდენს ხმაურობენ, დავიწყდებათ, რომ ღვთის სახლში დგანან და მოსულები რო არიან, ღვთის სახლში მის ირგვლივ მთელი ანგელოზთა დასიდგა, მთელი წმინდანები არიან. და ამ დროს ისევ იმ თავის ცხოვრების აზროვნებას მეყვებიან. რაც მართლა საშინელებაა. მე მინდა გთხოვოთ ის, რომ როდესაც ეკლესიაში მოხვალთ, ღვთისმსახურება არ გახადოთ რაღაც თეატრალური სანახაობა. არა, არც ერთ შემთხვევაში. თქვენ შეძელით და იყავით თანამონაწილე იმ საიდუმლოებისა, რომელიც საიდუმლოებას უშუალოდ ღვთისმსახურების დროს აღესრულებ. ღმერთმა შეგვინდო ჩვენ ყველას. ღმერთმა დაგვუცლ, გაგახარო და გაგაბარდო. იცოცხლე და იდერძო.